მოგესალმებით, მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ჩემი ევროპული სკოლის ფოიეში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეს გახლავთ ერთადერთი კერძო სასწავლებელი. დღეს ჩვენი მასპინძელი გაახლავთ ქალბატონი ელენე მაჩიტიძე, რომელიც გვიმასპინძლებს და ევროპული სკოლის დაარსების ისტორიას და ევროპულ სკოლაზე მთელ ამბებს ის მოგიყვება, ასე რომ საახალწლო განწყობა ნამდვილად ჩანს უკვე ჩემ ევროპულ სკოლაში და გამოვყევი და ელენე თვითონ მოგიყვება მთელ ისტორიას ამ სკოლის დაარსებიდან დღემდე როგორ მოვიდი. წავედით. ელენე, პირველ რიგში მადლობა მასპინძლობისათვის, დრო რომ გამონახე და დაგვითმე. მოკლედ, ეხლა ვარ ჩვენ ევროპულ სკოლაში. ეს შენობა, როგორც მე ბავშვობაში მახსოვს, აქ ადრე ინსტიტუტი იყო, კერძო მე ეს შენობა ცარიელი დარჩა და აი პირველი იდეა ამ შენობის გადაქცევა კერძო სკოლად ვისი იდეა იყო, ვინ დააფუძნა თქვენ დირექტორი ბრძანდებით და მოკლე ისტორია რომ მომიყვე, მოკლედ ლაგოდეხში რატო გახსენით კერძო სკოლა. მადლობა პირველ რიგში დაინტერესებისთვის, ბახვა, მიხარია რომ მოხვედი და სწორად ახსენე რომ ინსტიტუტი იყო აქ, რომლის უფროსიც იყო ლაშა კადელაკიშვილი, ევროპის უნივერსიტეტის დამფუძნებელი არის და ჩემი ევროპული სკოლის თანადამფუძნებელი. ფაქტიურად ფინანსურად ის გვიდგას დღემდე. ფაქტიურად გვაქვს დახარჯული უკვე 3 მილიონი და ეს იდეა საიდან გაჩნდა და მე თვითონ მთელი ჩემი ოჯახი მოკლედ განათლების სისტემაში დღემდე საჯარო მოხელე არის ყველა მოკლედ დედაც, ბებიებიც და დღემდე აი ბავშვობიდან მოყოლებული სულ განათლების სისტემაში მე თვითონაც გამოცდილება მაქვს როგორც სამინისტროში მუშაობის, ასევე სიპებშიც ვიყავი და ამ იდეამდე რაღაცა ერთხმად მივედით რომ გაგვეკეთებინა რეგიონში განსაკუთრებით, იმიტომ რომ თბილისში ბევრი კერძო სკოლა არის, მაგრამ რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ამიტომ დავიწყეთ ეს შენობა, რომელიც არსებობდა და ბატონი ლაშას საკუთრებაში იყო, დავიწყეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან აქედან. ფაქტიურად ბაზა უკვე გქონდათ, იმიტომ რომ ბაზაც რო არ ქონოდა და შენობაც ძალიან რთული იქნებოდა. ამხელა შენობის აშენება სამის მაგალითად ბაზაც გამოცდილებაც ასე ვთქვათ განათლების სფეროში და 2022 წელს სექტემბერში გაიხსნა ჩემი ევროპული სკოლა და პირველ რიგში ეს ავტორიზაცია მოკლედ რომელიც უნდა აგვეყო რომ უფლება გქონოდა რომ სკოლა გაგვეკეთებინა იყო 6 სექტემბერს. ამიტომ თავიდანვე ძალიან ისეთი ბევრი გამოწვევით დავიწყეთ, იმიტომ რომ 6 სექტემბერს როცა მივიღეთ უფლება 26-ში უნდა გაგვეხსნა სკოლა ხო და ფაქტობრივად 20 დღე გქონდა იმისთვის რომ მოსწავლეები მიგვეღო და დავიწყეთ 7 მოსწავლით. აი ეს უნდა მეკითხა პირველი 7 მოსწავლით დავიწყეთ და მერვე იყო სხვათა შორის გახსნის დღეს მოვიდა მერვე მშობელი ეს შემოვიდა რომ დღესვე უნდა გადმოვიყვანო მოკლედ მოსწავლეო. დავიწყეთ 8 მოსწავლით და დღეს გვყავს უკვე 78 მოსწავლე. ელენე, რა უნდა კითხო? ნუ კერძო სკოლა გასაგებია ჩვეულებრივი სხვა სახელმწიფო სკოლისაგან განსხვავებით, რაიმე განსხვავებული სასწავლო პროგრამა გაქვთ ბავშვებისთვის, თუ როგორც სახელმწიფო პროგრამის სწავლობენ, თქვენთანაც ესე არის? ჩვენი მისია ზოგადად და ვალდებულება არის ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე აღზარდოთ პიროვნებები და მოქალაქეებად ჩამოვაყალიბოთ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხო გარემო, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის თბილი გარემო, რაზეც ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ. ამას რითი ვახერხებთ? ისეთი კოლექტივი გვყავს, რომელზეც განსაკუთრებით დამრიგებლებს ვარჩევთ, ჯერ თვითონ უნდა იყვნენ პიროვნებები და ძალიან თბილები და უნდა უყვარდეთ ბავშვები. ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა ჩვენი, იმიტომ რომ დღემდე ძალიან მიხარია ბავშვების სიხარულს რო ხედავ კორიდორებშიც კი და ყოველთვის ძალიან უხარიათ მოკლედ აქ მოსვლა. სანამ იმ განათლებაზე გადავალთ და საგნობრივ განათლებას მიიღებენ, გარემო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ჩვენ თვითონ ვანიჭებთ კადრების ნაწილში. ანუ ერთი არის რაც სახელმწიფო სკოლებს რაც გავს, ასე ვთქვათ, სტრუქტურულად ეს არის საგნები, რასაც იგივე საგნებს გადიან ჩვენთან. აი ეს მაინტერესებს, ანუ საგნობრივად, აი რაც საჯარო სკოლებში ასწავლიან ბავშვებს, იგივე სასწავლით თქვენ? აი ეს მაინტერესებს. იგივე საგნებს ვასწავლით, მაგრამ თვითონ გაკვეთილის ფორმატი, ასევე სახელმძღვანელოები არის განსხვავებული. აქ ძალიან ბევრი დეტალი არის ჩაშლილი, ახლა ესე შეიძლება მაყურებლისთვისაც ცოტა გაუგებარი იყოს, მაგრამ როგორც ეს არის ფორმალური განათლება, ანუ იმ საგნებს ვასწავლით, რომელიც საგნებიც ასე ვთქვათ ეროვნულ გამოცდებებზეც საჭირო იქნება და ასევე გვაქვს არაფორმალური განათლება, გვაქვს წრეები და კლუბები, გვაქვს სამეცადინო საათი, გვაქვს ორჯერადი კვება
ეთება, ასევე კიდე რაც განსხვავებულია. მთლიანი დღის პროგრამა რაც არის, აბსოლუტურად ყველა წრე და კლუბი შედის, ასევე სამეცადინო საათები შედის, უბრალოდ დაყოფილი გვაქვს. მაგალითად, პირველიდან 6 კლასის ჩათვლით დაწყებით კლასებში სხვა წრეები და კლუბები არის და მე-7-დან ზევით გვაქვს სარეპეტიტორო კლუბები გვაქვს გაკეთებული, ფაქტურად როგორც მოსწავლეები ცალკე ემზადებიან, ასე ანუ ვთქვათ, ბავშვებს არ საგნებში. მოუწიოთ ცალკე მასწავლებლებთან სიარული თქვენ სკოლა უზრუნველყოფს იმას, რომ გაკვეთილების შემდეგ თვითონ მოემზადონ ბავშვები კიდე დამატებით პედაგოგებთან. კიდე დამატებით აქ უკვე საგნობრივი გაძლიერებული სწავლება არის, გვაქვს 3 ძირითადი საგანი, ქართული, მათემატიკა და ინგლისური, რაშიც გაძლიერებული სწავლება არის. და ასევე რამდენიმე კლუბიც გვაქვს მაღალ კლასებში. სახელმწიფო სკოლებიდან არ განსხვავდებით იმ ნაწილში, რომ კვალიფიციური პედაგოგები უნდა გყოდეს აუცილებლად და კვალიფიციური პედაგოგები იშლებიან, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სტატუსებით, მაგრამ მინიმალური მოცემულობა რაც არის, რომ სტატუსი კონდეს პედაგოგს, ეს ჩვენთვის პრიორიტეტული იყო. მაგრამ სწორედ რაც ვახსენე, ჩემთვის პირადად შერჩევის ნაწილში ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, ფურცლებზე რა წერია ერთია და მთავარი არის, რომ პიროვნება და ადამიანი უნდა იყოს ჯერ და შემდეგ უკვე ისოდნა გადასცეს ბავშვებს. ასევე ჩვენი მოთხოვნა პედაგოგების ნაწილში არის პედაგოგების ზრდაც და განვითარებაც, იმიტომ რომ შეუძლებელია მხოლოდ მოსწავლეებს მოვთხოვოთ განვითარება. ჩვენც ყოველდღე როგორც დირექციის ნაწილშიც და როგორც სკოლა სულ წინ და წინ უნდა მივდიოდეთ. ამისთვის ის საზომი ერთეულები გვჭირდება. ხო, ეს ერთ-ერთი გამოცდის ნაწილი, რაც შემოვიტანეთ, ასე ვთქვათ, აერთიანებს მთლიანად სკოლას. ჩვენც უკვე ვხედავთ შემდეგ, სად გვაქვს პრობლემა, რა სახის პრობლემა არის, რომ შემდეგ უკვე ამაზე ვიმუშაოთ. თქვენ სკოლას რო ათვალიერებდი, ნახე აუცილებლად კომპიუტერული, ანუ სასწავლო ოთახი, ლაბორატორია, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ანუ პრაქტიკული არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ვახსენე, რომ ფორმალური განათლება და არაფორმალური განათლება, სადაც წრეები და კლუბები შედის, აი მაქსიმალურად წრეებზე და კლუბებზე არის პრაქტიკული სწავლება. და ფორმალურ განათლებაშიც ისეთ რესურსებს ქმნით და ისეთი ოთახები გვაქვს, რომ ყოველ გაკვეთილს და პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლე უფრო კარგად ითვისებს, ვიდრე მარტო მხოლოდ რაღაცა თეორია ავიღოთ, ხო? ამიტომ ეს პრაქტიკული ნაწილი არის მნიშვნელოვანი და ეს ლაბორატორიები და ბიბლიოთეკასაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ მოსწავლეები და წიგნებსაც კი ქმნიან და საფასურს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს 2 პროგრამა, ეს არის ძირითადი პროგრამა, რომელიც თვეში 350 ლარი არის ამის საფასური, დედმამიშვილების შემთხვევაში 300 სიხდის ორივე, ანუ 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს გაკეთებული დედმამიშვილების ნაწილში. ოღონდ ორივეს ეხება და სამივეს, თუ 3 დედმამიშვილი ყავს მაგალითად და სამივეზე ნაწილდება. ასევე რაც შეეხება გახანგრძლივებულ პროგრამას, იქ არის 500 ლარი გადასახადი თვიურად და ასევე იქაც 20%-იანი ფასდაკლება არის დედმამიშვილების შემთხვევაში, ხოლო თუ ერთი მოსწავლე არის, იქაც გვაქვს შეღავათი, ერთიანი გადახდის შემთხვევაში 10% აკლდება, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მაქსიმალურად 1 წლის განმავლობაში, თუ წინასწარ მთლიანი წლის საფასურს გადაიხდის, ამ შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლება არის. სასადილოც გვაქვს, ბუფეტიც გვაქვს, იმიტომ რომ დაწყებით კლასებში, პირველიდან 6 კლასის ჩათვლით უფასო არის კვება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ გადახდილ თანხაში შედის ეს ორჯერადი კვება, რაც გვაქვს. გვაქვს სამკვირიანი მენიუ და ძალიან ისეთი მრავალფეროვანი მენიუ გვაქვს, ასე რომ თქვათ, რითიც ასევე ვამაყობთ, იმიტომ რომ არც ეს არის ნაკლებ საყურადღებო და საკმაოდ რთული შრომა არის იქაც გასაწევი. ჩემი ევროპული სკოლა. სახელი სლოგანი საიდან ნახეთ ეს მიმართულებები, რომელიც ევროპულ განათლებას უკავშირდება, ძალიან ბევრი ელემენტი გვაქვს აი ზუსტად იმ მეთოდებში, თუნდაც დიფერენცირებულ მიდგომებს ვიყენებთ, მაგალითად, ჩვენთან არის ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან. არ შეიძლება რომ ყველას ერთნაირად მოვთხოვოთ, იმიტომ რომ ყველა მოსწავლე განსხვავებულია, ყველა ადამიანი განსხვავებულია, განსხვავებული უნარები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის დიფერენცირებული მიდგომა. რადგან არის დამფუძნებელი ევროპის უნივერსიტეტი, შესაბამისად ევროპული სკოლაც და იმ განათლების ხაზს მიყვებით, ბევრი ელემენტი გვაქვს, თუმცა მაინც აქცენტი გვაქვს ეროვნულ ღირებულებებზე გაკეთებული, იმიტომ რომ პირველ რიგში მოქალაქე უნდა გაიზარდოს და შემდეგ უკვე კარგი რაც არის, სხვაგან რაც ხდება კარგი, ისინი შეგვიძლია რომ დავამატოთ. უღრმესი მადლობა მასპინძლობისათვის. როგორ წარმატებას უსურვებთ თქვენ სკოლას, თქვენს პედაგოგებს, თქვენ ბავშვებს. მოგილოცავთ ამდენ 2026 წელს ევროპულ სკოლას და მის ყველა თანამშრომელს და მის ყველა მოსწავლეს წარმატებული წელი გქონოდეთ 2026 და ბევრი მოსწავლე ყოლოდეთ, იმიტომ რომ აუცილებლად დასრულებისთვის კიდევ უნდა აღვნიშნო, რომ განათლება არის უპირველეს სკოლისა. თან ისეთი განათლება, რა გარემოში იქნება ბავშვი.
მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა. მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი სიუჟეტით დღეს აგემშვიდობები და სულ მალე შევხვდებით, ასე რომ დროებით.